სალომე ზურაბიშვილის როლი აი აქ რამდენად აქ სალომე ზურაბიშვილს გასაგებია რომ ის დიპლომატიურ მისიებში იყო ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი პრეზიდენტი აქ კონტაქტები მაგრამ საკუთარ ხალხის რამდენად ესმის ზურაბიშვილს და რამდენად აცნობიერებს რა უნდა საქართველოს მოქალაქეს ეს აქმა აქვს თქვენი აზრით არ მგონია იცით რაღაც არ მგონია რომ სალომე ზურაბიშვილი რაც ქართული ხალხის რაღაც სინდის და ხმას ეხა წარმოადგენდეს რაღაცნაირად რა ვიცი მე მგონი ისევ იმავე მიზეზის გამო იმიტომ რომ იმას ამბობს რაც უმეტესობა ქართული მოსახლეობის მიაჩნია რომ არ არის მართალი ანუ გაყალდა სიძახის არჩევნებთან თქვა რომ გაყალდა არჩევნები ეგრევე დაუსაბუთებლად ხან ერთი რაღაცა თქვა ის არჩევნების დროსაც ხო ამბობდნენ რომ გაყალდაო როდესაც აიწეს ეს ხო საკითხია მაგრამ ეხლა რომ გამოცხადდა შედეგები ხან ერთი რაღაცა თქვა ამის გამო გაყალდა ხან მეორე ვერც კი შეთანხმდნენ თავიდან მე რაღაცა ლაქაზე თქვეს ლაქი რაც სისულელე იყო ლაქის გაჟონვაზე თქვეს რაც ეუთოს ანგარიში ლაქის გაჟონვაზე უწერია მაქსიმუმ რაღაც 6% შესაძლო გაყალბება შეიძლება მომხდარიყო რაც აი ისე წერია ეუთოს ანგარიში თვითონ არა და ამიტომ არ იყო დასაჯერებელი არ იყო ის მათი ეს თქმა და ეს ყიჟინა რომ გაყალდა არჩევნები ამიტომ როგორ შეიძლება ხა ის იმას თუ იძახი იმ ლოზუნგს რომელიც მოსახლეობის უმეტესობას არ შეერა ვერ იქნები მოსახლეობის უმეტესობის ხმის წარმომადგენელი